იღებს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთხელ ბასისტური ბლოგი და ეს არის უკვე რატუგაზატოვებული გახსნილი აივეი ბეგები. რომელზეც არასდროს არ კეტავს. რა პრეტენზიები. ხო, ნუ ეს არის უკვე მოკლედ როგორც ვიძახი, როგორი ჰარლი? საშვილიშვილს. ეს არის საშვილიშვილო ჩვენი ჰარლი. ავისრულე კიდევ ერთი ოცნება და ძალიან მოხარული ვარ რომ შევიძინე ეს უმშვენიერესი და ულამაზესი ჰარლი დევიდსონის Street Glide. ესეთი მოდელი. ორიოდეს ვიტყვი ამ ბაიკზე. ეს არის 2011 წლიანი 103 ინჩი 1700 კუბი ძრავით. ძალიან ახალ მდგომარეობაში. მე ვიტყოდი ნატუკა როგორი გარბენი, ციცი? სასაცილო. ბავშვებს სოსკა მიეცის, როგორც ერთმა მეგობარმა ვითხრა. შევიძინეთ 12 უკვე მეგავატარე უკვე 12000 მილი გარბენით, ეხლა დაახლოებით მაქვს 19000 რაღაც კილომეტრი. რაც ეს არის უბრალოდ ნუ არაფერი. ძალიან კარგი კომპლექტაციით მოყვა ეს პეგები, დუგები, რაღაცა და თან ფას არ ვიტყვი ახლა რა ფასად ვიყიდეთ, მაგრამ ვიყიდეთ სასაცილო ფასად, კარგ ფასად, ძალიან ისე რომ იქ რო ამერიკაში რო ვერ იყიდი ესეთ მდგომარეობაში, დაუზიანებელი. ერთადერთი იყო ეს ბაიკი რო იდგა დაახლოებით წელიწადი, ან წელზე ცოტა მეტი. და უტარებთ ახლა სერვისს, ასე რომ ვთქვათ, გამოცოცხლების. შევცვალეთ ზეთები, შევცვალეთ უკანა საბურავი, ცოტა წინა აპარებდა ამ დგომის გამო და ბორტებიდან ცოტა პატარა რაღაცა ჭუჭყები იყო და გავწმინდეთ და წინაც აღარ აპარებს. შევცვალეთ უკანა მუხრუჭი, შევცვალეთ ამორტიზატორები, დავაყენეთ უფრო გამძლე და ასე რომ ვთქვათ, მარტივი მოსავლელი დაინას ამორტიზატორები. მადლობა ღონღას კიდევ ერთხელ ზოგადად ამ ბაიკის ნახვისთვის, დახმარებისთვის და ყველაფერთვის. ღონღას აუცილებლად გამოგიჩენთ მეგობრებო, მე ვიდეოში ვიზეთ ვსაუბრობ ერთი კაი კაცია და დღეს ახლა მივდივართ ჰაივეია რა იყო და მოკითხვა ჰაივეის ისე აქედან მივდივართ ბაიკლენში რომ წინა მუხლუს კალოტკები უნდა შევცვალოთ სამუხლუში ხუნდები. და გვაქვს ერთადერთი პრობლემა ABS-ი ჩეკს ანთებს. სავარაუდოდ არის რაღაცა შტეკერების, რაღაცა იმის რაღაცა კონტაქტის ბრალი. და მაგას იდეაში გავარკვევთ, მაგრამ ABS-ი ასე რომ ვთქვა, ეს თავარი პრობლემა არ არის, ზოგი მეუნება საერთოდ ჩახსენი, რადგან ეს ABS-ი, მაგრამ ნუ თუ არის საშუალება და nice to have, რატომაც არ გქონდეს. მოდი ხმა გავაგონოთ ახლა და ნელა ჩვენს დავიძრათ. მოგლეთ მეგობრებო ბაიკლენში მოვედით. ეხლა ABS ტესტავთ, შევაერთეთ კომპიუტერზე ბაიკი და ამასობაში ერთ ჰარლის გაგაცნობთ კიდე აი ამ ფისოს. რომელიც არის ჰარლი. რატო გველოდება ლოდინში. ამასობაში ბატონი რევაზა მობრძანდა თავისი დაინათი და რაღაცა ჰაირის ფილტრი უნდა შეცვალოს. რევაზას დაინა. აუმორჯო. მიდი, იჩალიჩე რევას, იჩალიჩე. კაი სალამი მეგობრებო, ესე იგი კიდე ბასისტური ვლოგი არის. ეხლა ეს რაღაცა მონაკვეთი, რომელსაც უწერ, რომელიც დიდი ხანია რაღაცეები არ გადამეღია და წინა გადაღებულ ვიდეოებს ჰარლი რო გაჩვენს და თქვენ არ გინახავთ, მაგრამ მე გადავიღე. ჰარლი რო შევიძინეთ, იმაზე ეხლა რაღაცეები შევცვალეთ. რაღაცებს ვანახლებთ და თან დღევანდელ რაღაც პატარა ვლოგსაც ვიფიქრე გადავიღებთქო და საინტერესო რაღაც
მოტოციკლეტისტური ის იქნება ვიდეო. მოკლედ. ეხლა ესე ბოშასავით არის ჰარლის ზემოთ ნაჭრებს ვაშრობ, იმიტომ რომ წვიმებმა როგორც იცით შეგვცა. შეგვცა წვიმება და გავრეცხე მოკლედ და ის არის. ეხლა ყენდება აქ რა და შეიცვალა რა. ჩვენ street glide. მოკლედ ჯანთები ყველაზე ლამაზი მოგონება, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიგონო. შევცვალეთ ამორტიზატორები და ეხლა აი აქ გაჩვენებთ და ეხლა აყენია როგორც ბატონი ღონღა იტყო და ქვის ხანის ამორტიზატორები დაინადან გადმოტანილი და მუშაობს მაგრა მინდა ვთქვა ნუ იმ რაღაცა პნევმოებს და რაღაც მაიმუნობებს ჯობია ძალიან დიდი სხვაობა არის რა რომ ეხლა ნატუკაც რო ზის უკან შედარება არ არის, იმიტომ რომ აი ძალიან ცუდი იყო ამაზე ჯდომა, იმიტომ რომ ის რო ჩაარტყავდა, ჰაერიც დავამატეთ, რაღაც, მაგრამ ამ ჰაერის დამატებამ რეალურად არ შეცვალა მაგის სირბილე, უფრო გაახისტა და მე თვითონ ავიწიე რო ვიჯექი, რაღაც ეგეთი პონტი იყო, ეს 2 და 5-ზე რო დაბერა ჰაერი და უფრო რაღაც ზემოთ სპორტულად რაღაც ხისტად რა დებილობა რა მოკლედ რა. დებილობა და გადავწყვიტეთ აქ ძალიან კარგ ფასად ვიყიდეთ ეს წყვილი დაინას ამორტიზატორი და თავის საქმეს აკეთებს ფანტასტიკურად. ეხლა კიდე რა შეიცვალა აქ? შეიცვალა იდეაში რომ ვიყიდეთ მალევე ბატონმა გიორგიმ საჩუქარი გაგვიკეთა და ყველა ზეთი შევცვალეთ როგორც პრაიმერი ტრანსმისია ძრავი იდეაში და ჩამისხეს რატომღაც ცოტა მე ბევრი მოკვლევით და რაღაც ბევრი ძებნით და გიორგის მტკიცებით ამას ზეთი აკლდა ჩვენ როგორც გავსინჯეთ და მე რო ვნახეთ მართლა აკლდა ცოტა სურდო მაქვს ჩემი სრუტუნი მაპატიეთ ხო კიდე ჩამოგვივიდა აი ესენი რადგან აი აქ ესეთი ლამაზი ყოხტა დარბილება მინდა რომ გავაკეთო მეუღლის კომფორტისთვის და ნუ მეც თუ მექნება აი ესეთი უარს არ ვიტყვი ასე რომ დღეს ახლა მაგებს მოვარგებ და ვეცდები აბა თუ რაღაცა არის ნუ ეს უეჭველი კარგაჭდება აი ამას ვნახავ მე იმიტომ მედიდათ არ მოწუხებს ცოტა ნატუკას აწუხებ და სირბილეს კამის ოდნავ მაგარი არის რა ეს სისიბარიც აქ ძალიან ლამაზი კი არის ესეთი მაგრამ აი შორგზებზე რაღაცა ცოტა გაზზე ცოტა რაღაცა რულს ძალიან ისე რა ქვია ზურგს ძალიან გტკენს და მაგისთვის ესეთი რაღაც წყალგაუნტარი რაღაც შევაკერინე რა თამარ მეფეზე შალსი არის ეგეთი ძალიან კარგი მაღაზია ნაჭრების რაღაც გუბკების რაღაც და აი ესე ფხრიწებზე ესეთი ზომა აიღეს და ესეთი ჯიგარი ტიპი რომელსაც ტურში რაღაცა დან დიდი გზა როა ვაყენებთ და აი ეს არის ურბილესი ძალიან კარგია და კომფორტულია რა სანამ იმას ვიყიდი როგორც ტურინგს მთლიანად ბაგაჟნიკი და დიდი საზურგე და რაღაც არამე გიქნება დროებით ეს არის ძალიან კარგი გამოსავალი თან წყალგაუნტარი ნაჭერია და შავი არ იყო ნაცრისფერი იყო და შინდისფერი და ჩვენ რაღაც შინდისფერი გადავწყვიტეთ აქ ახლა ხო ჩვენ გვაქვს სიდიც და სიდიზე რატომღაც სახლიდან წამოვიღე ესეთი სლიპნოტის 5 ალბომი მაქვს სადღაც ნაყიდი ესე გადაწერილი მაგრამ კარგი ხარისხის და რა ქვია დისკიც დაპრინტული და მოკლედ ხოშიანი სიდი არის ხო ეს არის მოკლედ ჩემი ბაიკის ეს დღევანდელი მოღვაწეობა წაქცევა მოახერხე უკვე იმიტომ რომ რაღაც აღმართზე გადავყირავდი და აი აქ აი ეს პატარა ადგილზე წავიქეცი და ეს პატარა აქ პლასმასი გამიტყდა და გამეხეხა ნუ ჩანთაზეც გამიშვეს მაგრამ ეგ არაფერი პრობლემა ისეთი ეგ დიდი არაფერი არ არის ყველაფერი მოგვერდება ხო კიდევ რო შევიძინი აქ აი აქ ესეთი ბზარი ქონდა პატარა ბზარი რო გასმული ქონდა რაღაც და უკანა მხარეც მე და ღონღამ დააწება კარგად ის ჩავსვით ისინი ხამუთები ასე რომ ვთქვათ ის გახურებული ის რო არის თოფი მაგით გავაკეთეთ და ძალიან კარგი არის ერთადერთი ამ მოტოზე პრობლემა რო ვთქვათ რომ პრობლემა რაღაცა პრობლემა რჩება ის რომ
ABS-ი არ მუშაობს. ანუ რაღაც ABS-ის ელექტრობას აქვს პრობლემა. კომპიუტერზე ბაიკლენში შევაერთეთ, გავატარე და ყველაფერი სუფთაა, ძრავშიც ყველაფერი კარგია, მაგრამ აი ეს ABS-ის twins თუ შეიძლება შტეკერების კოროზია, აი არ ვიცი, აკისლენებ, არ ვიცი. რაღაცა ეგეთი არის, რომელსაც სამომავლოდ მაინც ვეცდები რომ მივხედო და შევხედო და რა გამოვა. ეგ არის ეგეთი ამბავი არის. სხვა დანარჩენი კარგია. სხვა დანარჩენი კარგია. ეხლა განახებთ ღონღას მოტოს, რომელზეც შეცვალა რული და ეს არის 16 ინჩიანი საჭე, რომელიც უფრო მაღალია, უფრო სქელია წინა რულთან შედარებით, უფრო განიერია. ესეთი ლამაზი წითელი დაინა. არხზე ახალი ქარაქტერი, ასე რომ ვთქვა, ახალი მოტუვა არხზე და პიროვნებაც მე გამოვამ გარაჟიდან და შეგახედებთ. არ არის ცუდი კაცი. და ეხლა ამ რულის ესე გადაწყობაში არის, რომ რაღაც გაზები ცეპლენია შეუერთებია. ნუ სამუხრუჭე ისიც შეუერთებია და რაღაცები, რომელსაც მე მითხრა, რომ აი ამასაც კიდე უნდა ავწიო ზემოთ ეს პატარათი კიდე აიწევა და იქნება ვაფშე საკაიფოთ აწეული. აი ზუსტად ესეთი ამორტიზატორები მაქვს მეც, ნუ კლასიკური დაინას ამორტიზატორები არის, ეხლა ჩვენაც გვიყენია. ეს არის ღონღას აწყობილი მკვდრეთიდან დიდი შრომა, დიდი ფინანსებით და დიდი მონდომებით გაკეთებული ბაიკი, რომელზეც ვიჯექი ვატარე და არის უბრალოდ ფანტასტიკურად მაგარი მოტუა, აი ძალიან დამევასა. ჩემზე მეტარებაში აი ისეთია, რომ დაინაზე წესიერად არ მქონდა გატარებული და მივხვდი, რომ ეს ბაიკი უნდა თითო ოჯახში, თითო დაინა უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ მაგარია. რომ ძალიან კარგი არის. და მე ამ ბაიკის ისტორიასაც უკეთესად მოვყვები და მოვაყოლებ გიორგის და ეს კარი ესე მოდის და რომ დაეჯახოს ახლა ამას, მაგრამ გავაჩერებ. ხო, მოკლედ ეს არის დღეს ეს მონაცემები გვაქვს დღევანდელი დღე. მე კიდე რაღაცებს გავაგრძელებ და რაღაცებს გადავიშვებ. One day later. აგერ ერთი ხარლი, აგერ დათა თავისი ადვენჩერით. თქვენთვის კარგად რაცნობი პიროვნება. და ეხლა რაღაც პატარა ჩალაგება მინდის და წავიდეთ, ბიჭო, დავაგვიანეთ. აი ამიტომ უნდა მოსულიყავით ხის ნახევარზე. სადაა შენ? ყველაზე უსაფრთხოდ მაგის კითხვით. ეხლა ჩვენ 90-ით მოძრაობდით. ილი არის 1 და 6. არა, 90 არის 140, 155 თუ რაღაც. საშუალოდ რო გამოთვალოთ. საშუალო? ესე იგი, მეგობრებო, აგერ მოვყენდით ეხლა გორში, მაგარი ვიარეთ. მე ამ მოტოთი გაკურებული ვარ. თან დათა იძახის კიდევ ვერ ვიარე ისეო, იმიტომ რომ აი წინ კი ხედავთ როგორი საბურავი უყენია. და ეს ვობლინგს უკეთებს რა, ასე რომ ვთქვა. ხო, ეგრეთ წოდებს. მაგრამ მოვლინგი კაია. ტენერის აღოს 700 კუბი ბიჭო, ესე მაგრამ ძალიან საკაიფოდაც. ხო და ეხლა შემდეგი გეზი არის ხუთა ისი. არ გავჩერდები წესით აღარსად. გზას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ვერ დავამაგრე ის საბაგრი, რომელიც ჩემს სახეს იღებდეს და არ იღებს გაასწორებ და მაგრა. ვაფშე აქ არის გადამყვანი ის რაღაც შენ რო იძახი, შევიდეთ, აბა ვნახოთ ხო. აი ესეთი ჩინური არა, ჯაპან ვაფშე და რა ჩინელებმაც აიძიან ფანტა ვაფშე. შევეცი ჩინელებს და ჩინეთს კიდე არ მევასებ. ესეთი ჯაპან არის ის რა ქვია, ატამ. ატმის ფანტა. მე მეორე მსოფლიო ომში ვის ხარჯ ვიქნებოდი? ამერიკის ხარჯ ვიქნებოდი, ვის ხარჯ ვიქნებოდი? აბაჟა, გერმანელების ხარჯ ვიქნებოდი. ბოროტების ხარჯ. მამუკა გაფრინდაშვილი ბიჭო არასდროს არ იქნება. აბა არ ჩავსო თორე YouTube-ი მაგარს დამბანავს იმენა. ხო. კი, ხალხის იმას რო თავი გავანებოთ. აი. მაგრამ მე ხო არ ვესროდი ეს რო დათქო. ჩამოვედით მეგობრებო, გზა ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ხო, ვერ გადავიღე, ეგრე არის. ეგრე დალაგდა, მაგრამ ჩვენ ვართ უკვე ტიციანის 13.
მე და ღონღა აქვს. რეკლამას ხო აბა შეერგოს, მე ყველას ვიძახ, ყველაფერი შეერგოს თუ ჩვენ გვადგებიან. მე და ღონღა აქვს, ნამყოფები ვართ, დარჩენილები ვართ. ღონღას მაშინ კარგად არ ეძინა, დღეს კარგად დავაძინებ. იმიტომ რომ ჩემთან ერთად ოთახში რჩება ღონღა და მე ტვინს არ მოუტყნავ. ვიღაცები ვიცვისნავდნენ და ხო და რო არ მოვიტყოთ ჩამოვსისინდით ქვია ამას აი ტოპ ტემპით ვიარეთ 90 მილი საშუალო 80 კაი 80-90 შორის ვიყავით სულ 80-90 შორის და ბიჭო ცხელი არ არის ხო ეგრევე გრილდება როგორც კი აჩა ძმაო მე გაკვირვებული ვარ არა მოტოც 800 ფუნტი ღირს ეგ გამშვი ხო და ეგ უნდათ რომ მოუხსნა და დავაყენო $100-იანი ყლეობა ბიჭო იმენად ის არის კიდამას დავადო ერთხელ ხო დააჭა ხო ფეხი დავიწე ეს მეგობრებო აქ მე მაინც აქ რა ითქო და ეს გადავიხარ და ესეც და მიმედო ხო და მაინც დამწვარსაც შეეხება აი ჯამოჯმული აქ ჩემთან რომ მოვიდა გადააფარა ეგრევე წვიმსო რაღაცა კი უნდა გადააფარო მაგრამ მაღაზი რანაირად ანდუგაზე წამოაცვია აი მაღაზი როგორ უნდა მიედოს არ ვიცი მოკლედ დღეს რაღაცა უნდა აუფხიკოთ ეხლა ეს რომ ბათუმში სირცხვილია ესეთი მოტოცი წამოსვლა იმენა მართლა მოიკაზე ხო არ მივიყვანე არ უშველის მოიკა მაგას ვერ აცრობს მაგას თუ არა ზოგადად მაინც გადავა ბიჭო აი იწვიმებს სავარაუდოდ ხო აი ბათუმში წასვლის წინ ხო დღეს იწვიმოს შეიძლება ბათუმში წასვლის წინ შეიძლება ხო ასე რომ ხო აქ ვარ და დარჩენი ახლა მე ბიკენტია შემდეგ ადრე იქნება ბიკენტიად აჰა დაგიგულე მარტო აი ესეთი მეგობრებო ეს არის ლოგინი რომელიც მე მოვიგე ეს არის მე ყომარში შემხვდა ეს დიდი twin-cam 100-იანი ლოგინი დაიგეთ შენ 96 მეც ნანატრი კადრი, ნანატრი სახეები, ნანატრი დალოცვა. კარგად ვიყოთ ერთი მეგობრები. ქუთაისში ბიკენტი არ უნდა გამოტოვოთ. აი ესე გამოიყვან კადრიდან პიროვნებიც. იმენა ის გამოყვანა გავაკეთე რა, ჰოპ. ესა ჩემი საყვარელი ქუთაისის ადგილი, აი მხის ძირში მაქვს ნარწყევი, აი აქაც. კარგი, ესა ეს ტოჩკა, ტუალეტი გაქვს. რაღაცა გაქვს. თავშესაფარი გაქვს. დალევა აქვს, მაგრამ აქ წდება თუ დალევა ხომ. და მაგნოლი არის, აი მხის იქითაც. მიყვარს რა ქუთაისი. დავილო. ჩამოსასხმელი ლუდის გალერეა. ბიჭები ვირშიოთ ჩამოსასხმელი ლუდის გალერეას. კი. ამას მე მოყვებით რებია. დღეს ახლა ჯერ ლუდი ავიღოთ. მე ინდუსით უნდა დავიწყო. გადმომედო. ესე იგი ხდება რა? ხდება მიცვალებულის ამოყვანა ზევით. ხო, აი ეს რომ მიიწვა, დავითრიეთ ახლა ღონღა ეძახის ხოლმე სლივკაოდა მომხსნელი ჯავა რაც საღებავებს და რაღაცებს და ისე რომ ნიკელი არ დააზიანოს მე სპრეი მახსოვდა სპრეი არ იყო და ესეთი დიდი ბანკით ვიყიდეთ მაგრამ რაც თავარია ეგ იქნება კიდე ლუდი ვიყიდეთ კაცო აფენი გაუფილტრავი და კაი ეძინა ძმას იმენა გემრიელა იწრიალა კაი ლოგინებია სხვა და შორს მაგარი ბილად ვიწექი ჩვენი წილი სხვა დაიწე ხო და პრეზენტს მე ვნახავთ გადაფარებას სხვა დარჩენი ხო და მე ჩემ მოტოს მივხედავთ ის კონტაქტ კლინერით მთლიან ფიუზ ბოქს და იმ კაბელებს უნდა მივასხარო არ ვიცი უბრალოდ გადაზღვეული ვიყო კი ხო ეს არის ამოქს მოკლედ მეგობრებო ხდება აქ რა თუ აკუმულატორს შეცვლით და აყენებთ მანქანის აკუმს აუცილებლად ეცადეთ რომ აი აქ მანქანის აკუმებს აქვს ესეთი თავისი ტრუბკა საიდანაც რო დუღდება AGM სითხე ის კისლატა ასე რომ ვთქვათ გადმოდის ხოლმე
და აი აქ აი ეს კაბელების მთლიანი ელექტროობა აქ არის, რომელიც მცველებს უერთდება. აი აქ თავისი პლასმასი ქონდა, ეხლა ისე დავაყენოთ რომ ქართულს გავს. მაგრამ აი აქ პლასმასი, აი აქ იყო მთლიანად ამოჭმული, იმიტომ რომ აი ამას თავისი ტრუბკა არ ეყენა და რომ დუღდებოდა პირდაპირ აი ამას ეწვეთებოდა ამ პლასმასს. და ძალიან დროზე მიუსწარით რომ აი ეს კაბელების ბუხტა აქ ამან არ გაადნო და საერთოდ დედა არ მოეთყნა მთლიან კაბელებს, რომ მე ამის გადაბმდა ის ალკე თავის ტკივილია. ასე რომ ხო თუ ვინმე ფიქრობთ რომ მანქანის აკუმულატორი უნდა დააყენოთ, რაც არ არის კარგი, მაინც მინიმუმ აი აქ ტრუბკა მონახე, აი აქეთ აი აქ ქვემოთ აქ ესეთი ტრუბკა, რომელიც ქვემოთ ჩადის, აი ესე კი ჩანს, ქვემოთ ჩადის და ქვემოთ იწვეთება. აი ახლა ეს რაღაცა გაწვეთული არის. სავარაუდოდ არის ის, რაც აფუჭებს ამ ყველაფერს. ეხლა ვცდილობთ რომ გავწმინდოთ კიდე ერთხელ კონტაქტნიერი ბევრგან დავასხათ, რომ მთლიანად გამოვწმინდოთ ეგ ადგილი, რომ იმის საფრთხე და რაღაცა შიშროება არ იყოს, რომ კიდე ხელმეორედ რაღაცა შეიძლება მოხდეს. ასე რომ აი გაითვალისწინეთ, მოტორს შევაძერო თუ სხვა გუნია, მოკლედ მაგ ტრუბკას მიაქცეთ ყურადღება. მეგადე. 1 day later. იანშტობისა მეგობრებო, კიდე ეს არის ქუთაისის მეორე დღე გავიგვიძეთ და ეხლა დილით ვარკვევთ და ვაკეთებთ. GoPro ჩემთან არ მაგრდება, რაღაც სხვანაირი სამაგრია და დამაგრძელებელი მჭირდება. ხო და ქუთაისში არ ვიცი სამაგრძელებელი სად ვიპოვოთ. ეხლა ღონღა არ ყვევს და თუ რამე ღონღას მოტოზე გადმოვიტანე ჩემი სამაგრი. რო რამე აბა ერთი კადრი ვნახო. აი ესე. როგორ მოიცა, ქვემოთ ჩაჯდება. ბიჭო, კაი კადრია, არ არის ცუდი კადრი, იცი? ჩვენში დარჩეს და 550 მეტრში არის ზუმერი. ზუმერში იქნება, ხო? ზუმერში იქნება. აი. მაშინ ამოვიწევ და ბიჭო, აქედანაც კაია, რო რამე აქედანაც კაია. კი. აქედან ჯობია რო რამე. აქედან აიგრევე, აი, სიყვარულის ბაღში მეგობრებო, სანამ ხო, სიყვარულობ. სანამ ბათუმში გავალთ. აი ესეთი ლამაზი რაღაცა ხდება აქ და ბზრიალებს. მოკლედ მეგობრებო, ვაგრძელებთ არის რაღაც დამტროვის კადრები იყო დაზარალებული. ჩანს ხო კადრები? დაზარალებული. მოკლედ ტაქსისტებმა ქუთაისის ტაქსისტმა არ დაინდეს. არ დაგზოგა. ხო, მე თან იქ მთელი ის იყო გაგიჟდა ტიპი, გინდა თუ არა შენ იმას ქენიო, დამეჯახეო. პატრული გამოიძახა თავისი ნებით, მოვიდა პატრულმა გაამტყუნა. რომ შენი ბრალიაო. აუ, ახტნენ, იქაურები ურჩევდნენ პატრულს, არა ეს არის სწორიო და პატრულებმა კაცო, აი ეს წესი ეს როგორ არის ეგ წესიო ის. მოკლედ რა. ყველა ქალაქში მგონი სხვადასხვა წესები. ხო, რაღაცა და. აქ ოქრო ხალხი ვიპოვეთ აგერ და ეხლა ვცდილობთ რული ცოტა რაიზერებია ცოტა გაღუნული
ნუ დუგა ისეთი არაფერი, თავარია რული გასწორდეს. მეტი სხვა ისეთი მეგობრებო, არაფერი ისეთი ხოდი არ არის. ნუ თავგადასავალი ესეთი არის ჯერჯერობით. საფერავს დაგავალებ. ახო. ოჩია. თაშმის საფერავი გიდა? აი გზაზე რო ვარ გვინო ისეთი არის რომ. ერთი ჭიქა რა. მადუღებს ან ერთი ჭიქა. აი არ ვიცი. აგამხნევი, აგამ.
მეგობრებო, ჩვენ ჩამოვედით ბათუმში. როგორც ნატუკა, რონღა, როგორც იქნა კიდე ეს ჩემი 46 საათის გამოცდის ხედები. მოგლეთ, გათენდა მეგობრებო, მეორე დღეა ბათუმში, ესეთი ყლიამინდი გაიჩითა, მაგრამ რა ვქნათ? ნუ ღრუბელი თუ არ იწვევს სიგრილია მინიმუმ. და ჩამოვიდა ის პეგები, რომელიც გვინდა რომ ეხლა დაუყენოთ თავის მოტოზე, რომ რაღაცა გზაური მეორე ადამიანი დაისვას ხოლმე და რაღაც ძალიან ხო უხერხულია პეგების გარეშე ზოგადად მაინც მოძრაობა. რა იცი რა ხდება? ხო და აქეთ არის ისე რომ აი ამ ადგილებში ჩვეულებრივად გება და აქეთ განახებთ არის ისე რომ გამშვები არის ცოტა და რაღაც უნდა მოვზომოთ და მოვაზომოთ რა და როგორ ანაირად დადგება. ხო და მაგას ვიზავთ და მე თევზის საჭველად მივდივართ ამ პახმელიაზე ვარ. ცოტა თითოეულიც გვესიამოვნებოდა და რაღაც ეგეთი დღე გამოვაცხოთ იქნებ. ნახოთ. So, მეგობრებო, GM Motors-ი თქვენ სამსახურში აი ესე დავაყენეთ ამისი პეგები. ნუ ფეხსადებ არ მოძრაობ, ჩვენივრად არის. აქეთ ესე და დუგები ხო ისედაც ჩახსნა უნდა და ჩემი აზრით უნდა დაეტოვებინა, მაგრამ რა ვიცი ხო. არ მოსწონს ვიძე და რაღაც ხანაირები უნდა და ამ მომენტში უკვე უკანა კაცის დასაჯდომი ფეხს დასადები აქვს. აუ ამიდი ტვინს ტყნავს ერთი ეგ ვაწუხებს რა, რომ რაღაც მოვედით მეგობრებო თევზის ბაზარში და კონკრეტულად უნდა შევიდეთ რესტორან ზღვის ვარსკვლავში. აი აქ არიან საზოგადოება წარმოდგენილი ჩვენი მოტოებით. შენ გელა პირველად დავსვი ჰარლიზე. გაუზიარე ხალხს ემოცია ერთი სიტყვით. სწრაფი იყო. აჰა, გასაგები. მიხარია რომ ეგ ხო მიხარია რომ ეგ თქვა და სხვა არაფერი. სწრაფი იყო. აი გეთ ბიჭო, ჰარლის სწრაფია. მიხვდით. ჰარლის სწრაფიც არის ხოლმე. ყველა ჰარლის სწრაფია ჩემი აზრით, რავი. ადგილიდან ყველას. ადგილიდან, იმიტომ რომ ხო ეს თორკი და ჯანი ყველას გააქვს. ესეთი კამპანიით შემოვიფარგლეთ ჩემი შოპერ-ჰოპერი. დაგვიმარჯოს ხალხო ერთი კარგად. აჰა, მოდით. აი, ყაო ეს ცარიელი ხელით და უყურეთ ეგრე პირდამჩენილებმა, უყურეთ ეგრე. So, ეს ის არის. ჩემ YouTube არხზე ხალხის ჩათრევა ხო უნდა უყუროს იმ ვიდეოს უეჭველი უნდა თუ არ უნდა. ასე რომ რატო? ნადიმი მოსული ნადიმი. დადუმებული სახეები, ამასაც ვიზახი მე ტრაპეზი. ტრაპეზობა. შესარგი დიდად ნამდვილად. ეს არ გავიღი მეც. ხალ. იმენ ციკვინეთი რომ მიმდინარეობდა. აი ესე გაგვიწვიმდა მეგობრებო. ჭამიდან მოვედით და შუა გზაში ესეთი დაუშვა წვიმამ და ეხლა მოტოებს უნდა გადავაფაროთ პატარა რაღაცა ვქნათ. ეგეთი ამბოვია. რა გამოდგარეთ? რა მომისლია? ისინი გამხეცდა. გაგიჟდე რა მიიღეს რა მოყევს. სალამეზია. შენ. One day later. გაცენდა მეგობრებო, კიდევ ერთი დღეც დაგვათენდა ამ ბათუმში. დღეს ცოტა უკეთესი ამინდია, რუბელი არის, მაგრამ ზეც არის და აღარ წვიმს ეგრე ძალიან. ეხლა ვჭამთ უკრაინულ რესტორანში. ჩავთ უკრაინულ რესტორანში. ცოტა პატარა პახმელიაძე მიგუნალეთ და ვაპირებთ წასვლას მტირალას ნაციონალურ თუ ეროვნულ პარკში. ნახავთ სადამდეც მევალთ მოტოებს რაღაცა მე იქ დავტოვებთ, მე ცოტა ფეხით გავისაირნებთ რა, რომ თორე ესე გუშინ ძალიან სახლის დღე მოვიწყეთ და ასე რომ ვთქვათ წვიმაში მკურნალობა იყო, მაგრამ გუშინ კადრები კი ნახეთ, თევზი გადავიზილეთ
ასევე ბარაბულკა აღვაზევეთ. დღეს ახლა უკრაინაც უკრაინულ რესტორანში ვართ ახლა და ბორში ვჭამებია. ესენი კიევურებს ელოდებიან. ხო, ლუდი თავისთავად. აბა ჩვენიცით.
აი ესეთ სილამაზეში ამოვედით და ვიარეთ მეგობრებო ტირალას პარკი, ეროვნული პარკი. ხო და საოცრად ლამაზი იყო, ღონღამ გადავიღეო, რაღაცები მითხრა, ვნახავ რა გადაიღო. და ეხლა უკანა გზასაც მე რატყვა გადაიყეს, მაგრამ თავი არის ის, რომ არის ულამაზესი. კაია? მწვანე ფერზე ლამაზი რა არსებობს, მითხრა არაფერი. ო, მწვანე კაია. ეგ თქონია.
ყველანაირი პეტრას ციხე. ბიჭო. ეს არის ის ლეგენდარული ადგილი, სადაც უძახილად დაბანაკებული ვიყავით, რომ მოკითხვა ყოჭლაშვილს, გიორგის. სერჟანტი. გაიხსენე გიორგის ციხის ძირის ეს მიდამოები. ესეთი ლამაზი საღამოთი წავდგინდით. One day later. აი ესე გვემშვიდობა მეგობრებო ბათუმი მაგარი ამინდით. საწვიმრებით. ესე გავემზადეთ ბიჭები. ჩვენ შორის მინდა სულთა გაუკეთებელია. გამოვლინდა გამარჯვებული. რამდენ ლიტრსაც გაწურავ შარვლიდან ძმაო მაგდენი არ ვიცი ცოტა და ფასეული რა გვაქვს ქართველებს ხო ხო რა რავი ჩვენ ვიცით რა მეგობრებო რა გზა რა გადაწყდა ბიჭო იდეაში ზეკარზე არ იყო წვიმა რომ ხო წავიდეთ მაგ ზეკარით რა ვიცი ნაუ ნელ-ნელა ხო ბიჭო აი 70 მილი ძალიან ოკეია რა ვღადა რატო ვღადა ბევრია ისე არ ეგრე მაგ რეინჯით არ მოვდიოდით იმ წვიმაშიც თითქოს ჯერ არ გივლია ბიჭო მაგ წვიმაში ეგრე არ მოვდიოდით ნახე ბიჭო გეი აი 100 ისა 60 ბიჭო რა 60 დაბლა რა ვიარო შეჩემა აბა 60 მე 70-ია 65 იმზე ლაპარაკ მილზე შეჩემა 60-ით ვიაროთ 100-ია რა ვიცი არც არის 100 ქუთაისიდან მაღაზიაში ხარ არ მოვდიოდი 70 რო გვეჭირა ავტობანზე ვიძახი მე აბა ხო აბა ზეკარზე 70 მილიც ადგავივლი გიჟია ეს ბიჭო ვერა მეგობრებო დილას ცოტა ნაწყენი არის ეს ბიჭო რა არის ეგა კევა ო წავიდნენ ისინი გაწავიდი გაკეთილები არის ასასობში განან აი გავასწრო სო აი ესე ხო ბოლო ეხლა 5% იყავ მეგობრებო დარჩენილი და აი ესე რომ თბილისში რომ ლიხაჩობენ და აქ რო ეხლა ვდგავარ ველოდებით ხონღას ხო არ დაამაგროთ ჰარლიზე ტელეფონის სამაგრი ყლეობაა და მე რომ დაიკარგებით დაკარგვაც არის და დაკარგვაც მოჩანჩალებს რაღაცას ტრაილერი ესა ისა ამით გავასწარი და რითველ გამოვასწრო სად არის ეხლა მე რა ვიცი ქობულეთშია სადღაც ორი გზაა ბლიად ამ ქობულეთში და იქიდან რას უყურებ შუქი არაფერი ჩანს მოგა რა ვქნათ ეხლა მოსაჯმელი მოგეჯოს უნდა გამამწარა ეს ტრიპი გამამწარა მაგის ჩანჩალმა იმენა ჩამოვედით ზესტაფონი ხო? ზესტაფონთან დათა დაუკარგეთ ეხლა დათა დაიკეთ ო ეგ მაგის ბრალი არ არის ეს ამათი ბრალია ძალიან ჩავაჭერეთ მე და ყონგამ და კაია მაგრამ ბიჭო კაია სასტიკად ვიარეთ ძალიან ხარა ვიარეთ მაგრამ სულ არა საშუალოდ 90 მილით მოვდიოთ 130 საშუალოდ ყველანზე თავარი თორკი და არასისრა ხო იცოდეთ მეგობრებო თორკი აბგონზე ეს არ გაწყენინებს და ამას ეს კიდე გაიტესტა მეგობრებო გაიტესტა შორგზაზე ბაკი გაიტესტა და არ წვავს ბევრს ნახევარი მაქვს ეხლა მე ბოჩი ეხლა მაქვს ნახევარი აი ახლა მაგზადას რომ მიდიხარ ნახევარზე აჩვენებს ბიჭო ხო აუ მე უნდა გავა მოვიპირფარეშეთ ჭამეთ ხო და ცოტა უკანა გზასაც გადავიღებ დათაც მოვიდა
ზეც გამოდის. აუ იწვიმებს თვითონ შეარვალი რომ გავიხადო იმენა. არ გაიხარ. აღაჰა. არა, დასწოდი რა პრობლემაა. ანუ აი ეს სიბინძური არ გადარჩეს ვარს. ხოთები არ გადაიღო. სიბინძურე დარჩე ჩვენთან. ესეც ლამაზი ბათუმის ტრიფის ბოლო დღე, აი ნიჟარა, ყოღამ ნიჟარა იპოვა. გადაყლაპ ეხლა აგიშრულდება რამ. ვარაზამ.
და ჩვენი სევდიან მისტიური შავი ზღვის სანაპირო. კერძოდ ციხისძირი. ესეთი ტრიპი გამოვიდა მეგობრებო. მაშინ ეს ბოლო კადრად უნდა ჩავსვა. მადლობა ყურებისთვის. არხი გამოიწერეთ. ხო გაუთხარი რომ გამოიწერონ არხი? აუცილებლად გამოიწეროთ უნდა არხი. აი ესე. ხო და რა ვიცი, მე იმას გეტყვით რომ მოტოები იყიდეთ. იკატავეთ და კონკრეტი ჰარლები. ხო, ჰარლები იყიდეთ. რა თქვენ გულს გაუხარდება ყველაფერი იყიდეთ. მაგრამ ის არის ის იყო რომ საინტერესო რაღაცეები აკეთეთ და რეინდომზე რაც შეგიძლიათ ცხოვრებით და ისე სიამოვნება მიიღეთ. სხვა კაი არაფერი ისეთი არ დაგრჩებათ. არაფერს აქვს სხვას აზრი. ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად და დასვენებულად. ასე ვიტყოდი მე.